ბრატალმასებმა გადაწყვიტეს წასულიყვნენ ხედურეთისკენ, სანციციანოს გულისკენ, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ იქ შეხვდებოდნენ ერთ ცნობილ და კარგ კაცს და მისგან შესაწირავს მიიღებდნენ. უკვე სანციციანოში შემოსულებმა დაინახეს ერთი ცხენოსანი, რომელიც ასევე თავადი ციციშვილი გამოდგა, ერთ-ერთი ამ დიდი და იმ დროს ძლიერი გვარიდან, ხო და ივანე არ იცნობდა ამ კაცს, ხო და ზურავამ თქვა, მე ვიცი ეს ვინ არის, თუმცა სახელი არ ვთქვამს. ვინ არის და ეგ არის ვოლტერიანელი ყოვლად მომსპარი კაციო, რა ქვია. ხა ივანე კი განათლებული კაცი იყო და მერე კიდე მეტი განათლება მოიპოვა და მიიღო და შეიტყო, მაგრამ ეს ვოლტერი რა არისო და ვოლტერიანობა რა არისო და საკვირველია ეს ზურავამ იცოდა, რა ქვია, უпростоად როგორც გაეგო რა იყო. ეგ არისო ღვთის არსიყვარული და კაცების ადამიანის არდანდობაო, ასე უთხრა, ასე განუმარტა მან ვოლტერის მოძღვრება. ეხლა ამას უკან რა თქმა უნდა აქვს მთელი ის ამბები, რაც მაშინ ხდებოდა ქართლ-კახეთში, რა ქვია, უკვე უმაღლეს წრეებში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ევლოთ რუსეთში ეკითხათ წიგნები და რა თქმა უნდა ფრანგული რევოლუციის და მისი წინამორბედი, რა ქვია, ფილოსოფიური, სოციალური საფუძვლების დიდი ავტორების წიგნების წაეკითხათ, რა თქმა უნდა, ამათ შორის იყო თქვით დავით ბატონიშვილი, თვითონ ამ წიგნის ავტორი ივანე ბატონიშვილი. ხო, დავით ბატონიშვილს ეყოლეს ვოლტერის სურათი თავთან ედოდა. გიორგი მე-12 მამამისი ეუბნებოდა, სამღვდელოდ დასხვდებოდა და ამ ჩემმა შვილმაც რაღაცები დაიწყო, ეს ვოლტერი ჯანდაბოდა, ეს სურათი წავართვი და დავწვი, ხა დაწვალო. მაგას არ მიეხმარებოდა გასაგებია, მაგრამ ეს ციციშვილი გაუჩერდა ამათ და საით მიდიხართო, საიდან მოდიხართო, ვინახართო, ამათ გაუბეს, რა თქმა უნდა, საუბარი ხო და არ იცოდა იმან ესენი ვინ იყვნენ, მაგრამ ივანემ უკვე იცოდა, რომ ეს ვოლტერის მიმდევარი, შენა ყოფილხარო ყოვლად უსინდისო მოძღვრების მიმდევარიო, ასე უთხრა, რა ქვია, არ სიყვარულისო, როგორც მე მივხვდიო და არ წმენისო. საიდან იცით ამან თხარას? ციციშვილი. აი ყვავები დაფრინავენ და ისინი გვეუბნებიან, რა ქვია, ასეთი ცოტა ხიარული და შეხუმრებული ლაპარაკით წავიდა იქ, ხო. არა, ტყუილია, ხო იცითო საქართველოში როგორც არის, რა ქვია, ადამიანსო ხმას ურცელებენ რაღაცა, მაგრამ ეს ნაკითხი კაცი იყო ნამდვილად, ხო. ტყუილია თუ მართალია ვინმე უთხრა, მაგიო არ შეიძლებაო, რა ქვია, ასეთი წიგნების კითხვა არ შეიძლებაო. წესიერი კაცისთვისო, ნუ მიდის ჩვეულებრივ ბრძოლა ეს ეგ რა. ტრადიციონალისტებს და ლიბერალებს შორის, ხო? ხო და იმან თქვა, მაშინო შენ ხო ხარო ნასწავლი კაცი ჯანხარო და აბა მითხარიო მაშინო რა არისო? სიყვარულიო თუ ეს არ სიყვარულიაო და საერთოდ ამასთან სიყვარული რა კავშირშია? იმან უთხრა, რომ უტყუარი გული და ჭეშმარიტება არის სიყვარული. სხვაო, ახლა რა გითხრა მე, სხვანაირად ვერ გეტყვიო. ჩემი ნასწავლობით ესეა, ხო. ციციშვილი გამოდგა ისეთი, კი მაგრამ შენ ვიციო პოლიტიკა რა არისო, კითხა, პოლიტიკაში რო ეგ სიყვარულები და რაღაცეებიო. არ გამოდისო და მხოლოდ საჭიროებებზე აწყობილი, მე ეგ ცოტა ამაზე წაიკამათეს და საბოლოოდ მითხარიო სიყვარული რა არისო. ღმერთია სიყვარული, ასე უთხრა ივანემ და ამ ტკბილ სიტყვაზე, ასე ვთქვათ, გამოეთხოვენ ერთმანეთს და იმან დაულოცა გზა ხვედურეთისკენ, სადაც ისინი წამოვიდნენ და მოვიდნენ აი ზუსტად ამ სახლში, სადაც ცდილობდნენ, რომ ენახათ ამ სახლის პატრონი და იმ გვარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, რომ მოუახლდნენ ზურავამ თქვა, იცოდი აქ საკათალიკოსო კაცი ცხოვრობს. ამით იგულისხმა, რომ ისეთი წესიერი და კარგი და პატიოსანი კაცია ამ სახლის პატრონი, მაგრამ როგორცა ჩანს, იქ კი უმასპინძლეს და მასპინძელს ნახსენებენ, მაგრამ თვითონ სახლის პატრონი, ვიზეც იგულისხმებოდა ეს ამბავი, რა ქვია, ეს ნათქვამი იქ არ იყო. ეს იყო ნიკოლაოს ციციშვილი, მდივანბეგი, ძალიან ცნობილი კაცი, როგორცა ჩანს იმ დროს და დიდი სახელის კაცი, სწორედ თავისი ხასიათის და ქცევის გამო. აქ რომ მოვიდნენ, ივანე აქ არავინ არ იცის ვინ არის, რა ქვია და წარმადგინეო, უთხარიო, რომ იპოდიაკვანი არის მოსულიო მონასტრიდანო. ხო და მე მაგიო რას ეტყვისო, ეხლა ამხელა კაცია, რაღაცა იპოდიაკვანი მოვიდა, არაფერს თქმელი არ არის ზურაბამ. მაშინ უთხარიო, წინამძღვრის გამოგზავნილიაო. რამდენი წინამძღვარი ამასთან დღეში მოდისო, ეხლა ეს ისეთი კაციაო. ხრა
არაფერი. კაცო უთხარიო მაშინ რომ ქვათახევის წინამძღვრის დოსითეოსის გამოგზავნილიო და იცი რას გეტყვი მაგას არ შენ დოსითეოსი ეწოდინებოდა ქვათახევის მონასტერიო ახლა იდგამს ხელახლა ფეხსო და არც ეგ არ ეწოდინებოდა. მაშინ რამე ხალხური იმით უნდა დავაინტერესო და გავაგებინო საიდან ავარო და უთხარიო რომ ქვათახევიდან არისო აი სადაც წყაროაო რომ უშვილობის წყარო როა უშვილო ქალები რომ სვამენ და შვილი ეძლევანთ და სურავ ამთხე შენ ხო იცი რომ ახალი ამბავიო და თქვენმა წინამძღვარმა თქვაო რომ ეგ წყარო არის ეგეთი. ასე იყო ის იყო როგორც იყო და მივიდნენ იქა მივიდნენ და უმასპინძლეს. არისო იქ ნიკოლაუსი არ დაუხვდათ ქარელშიაო მაგრამ სუფრა გაუშალეს და იქ მოვიდა ერთი მღვდელი სოფლის მღვდელი ჩვეულებრივი და ძალიან დაბეპკილი ანაფორა ეცვაო და რომ ნახარო ესენ სტუმრები გამოდგენ კი შეირცხვინა რომ აი მე გამოვიცვლიდი ანაფორას მაგრამ იოანემ აღარ გაუშვა ხო და სურამა ეშმაკოვის ხასიათზე უთხრა და ეხა ამას ცოტა ეთქვა დასავლურ ქართული იერი შეატყო და გარეგნობა და უთხრა შენო რაჭველი ხარ თუ ქრისტიანიო ამ მღვდელს უთხრა რა ქვენ ასე აგდებით თუ რაღაცა და იმან უთხრა ორი ვერიცაო კარგი პასუხი გასცაო იოანეს იამა მე გაირკვა ამ მღვდელის ცხოვრება ასეთი ბევრი იყო მაშინ ქართლის სოფლის მღვდლები რომლებიც იყვნენ უბრალო გლეხები წერა კითხვა ასე ვთქვათ ნასწავლი და იმაზე გაჩერებული ამ მღვდელმა უამბო იოანეს რომ მეო არაფერი განათლება ბევრი არ ამაქვს ერისთავებს ვახდიო და ერთმა მღვდელმა მასწავლაო წერა კითხვაო და შამნის და დავითნის კითხვაო და აქედან ჯერ დიაკვნობა დაიწყე ესაო და ახლა კიდევ რა ქვია ნიქოზის ეპისკოპოსმა ღლათაც მაკურთხაო და წიგნებით ცოტა მაქო წესი არავის უსწავლებია ჩემთვის ბოლომდეო და ამ ასეთ ლაპარაკს შეხვდნენ იოანემ კითხა რომ შენო 7 საიდუმლო იციო და ეს მღვდელი ძალიან წესიერი მღვდელი იყო საიდუმლო იმდენი ვიციო შვილო ახსარებული იგულისხმა იმან მაგრამ არც ეც არ გავთქვამო ნუ ვერ მიხვდა რომ აქ იყო ლაპარაკი 7 საიდუმლოს და იოანემ მერე დაიწყო ნათლისღებით აუხსნა მერე მოატანინა წიგნები რაც ქონდა იმას სახში და იქ მოუნიშნა ყველაფერი რა როგორ უნდა აესრულებინა როგორ უნდა გაეკეთა ეს მღვდელი ძალიან მადლობელი დარჩა მაგრამ ესენი მაინც არ გაჩერდნენ იქ რახან კი უნდათ ნიკოლაუსის ნახვა და გაქანდენ ქარელში რომ მივიდნენ დახვდათ ასეთი ამბავი რომ თურმე 70 წლის გამხდარა ცნობილი მდივან ბეგი სახალხო დიან ბეგი რა ქვიან ეს ნიკოლაუს ციციშვილი ხო და ესენი რომ ნახა ეკლესიაში ნახა და უთხრა საღამოს ჩემთან მოდითო სუფრა იქნებაო დაბადების დღეა ჩემი და თქვენს დაესწრებით ასე კარგად მოიპატიჟა სამწუხარო რომ ამ ადამიანთან ვერ მოუხდათ ბევრი ურთიერთობა იმიტომ რომ ეს როგორც ყველა დროში ჭირდა რა ქვიან პატიოსანი მოსამართლე ხან დივანბეგი მოსამართლეა იცი თქვენ და ადამიანების ბედი აბარია ძალიან ესე რა ქვიან და თვითონ კალმასოვაში მე ჩანს რომ დივანბეგები თვალწესიერები არ არიან ხშირად გამორჩენაზე არიან და ასე როგორც არის ხოლმე ეს პირიქით ასეთი კაცი გამოდგა და კარგი დიდი სუფრა იყო გაშლილი და იოანე ხა თელავში სემინარიაში ნასწავლი კაცია და რიტორობისკენ მიდრეკილება აქვს გადაგება უყვარს რომ ეთქვიან რომ იქ გადაგოს სიამოვნებით და გადაწყვიტა რომ ერთი ხოტბა ეთქვა ციციშვილისთვის და მართლაც ღვინისმა რომ გახშირდა იოანესაც დაულევია და წამოუდგა და უთხრა დიდი სადღე გრძელო რომელშიც მე მგონია მთავარი ეს იყო რომ უთხრა რომ ისეთი კაცი ხარო რომ სამაგალითო ხო ხარო შვილებისთვისო და გარშემო ყველასთვისო მაგრამ მე ეს ვიციო რომ უდანაშაულო კაცის სისხლი არასდროს დაგიღვრია უკეთესი ხა მოსამართლეს რა უნდა უთხრა რომელსაც დიდი გადაწყვეტილებები ეხება იმანაც კარგად შეიტკბო და ხამით კი იქ დარჩენ მაგრამ კარგი ძღვენით და პირველი ასეთი ძლიერი შესაძლებლობით გამოისტუმრეს იქედან ცხინვალს რომ მოვიდნენ იოანე და ზურაბ ანუ ჩვენ ცხინვალში იქ ნახეს თავის სახლის კართან მჯდომი ერთი თავადი მაჩაბელ პორტიშვილი ძალიან მოწყენი გაუბედურებული აი რაღაცა შეწუხებული ამის მოტირალი და იმან იცნო ზურაბა ხა მაწანწალას ყველა ცნობს იქ ბევრჯერ იყო ამყოფი და ერთი კი კითხა რომ ვინ გახლავსო შენ ამან უთხრა ქვათახევის მონასტრის იპოდიაკვანი იონა ხელაშვილმა მახლავსო და ზუსტად რო ღმერთმა გამომიგზავნა ეგ კაცი ნუ იქ ატყდა ლაპარაკი რატო როგორ რაღაცა წერილი მინდა მივწერო ჩემ შვილსო
შვილი შორს კი არ იყო სადმე როგორც მე გაიყო, მაგრამ მამას უნდა წერილობით მიეწერა. მეო ვერაო არ შემიძლია. ასეთი ნასწავლი კაცი კაი წერილს მიმიწერს. წერილი იყო ერთ ჩვეულებრივ ქართულ უბედურ ამბავზე. ამხელა მაჩაბელის შვილს შეყვარებოდა გლეხის ქალი და ის თავდა. მამას არ უჯერებდა. ივანემ კითხა რომ შენო რატო არ გაურიგე მანამდე თავადის ქალი? განა 1 და 2 არ გაურიგეო, მაგრამ არ უნდა ეს გლეხის ქალი უნდა. აქ ამან ჩვეული თავისი რა ქვია. შეგონება უთხრა სიყვარული დიდი რამეო, მაგრამ დედმამის დაჯერება უფრო მნიშვნელოვანია და დაждდა და დაუწერა ეს წერილი. საყვარელო ძეო, გარნა ურჩო მამა დედისაო. წწოდე განურჯელობისათვის შენისა, წწოდე წყევისაგან მშობელთა შენთა, გეშინოდეს ღვთისა და უკანასკნელ გეენისა, რომელსაც სირცხვილეულნი საქმენი შენი გიმზადებენ შენ. წერ მამაშვილურად, უკეთო სრულყოფ საძაგელსა განზრახვასა შენსა, მაშინ არღარა იწოდები ძედ ჩემ და წყევა ჩემი ყოვლისაგან შეგიდების შენ და იწოდები ვითარცა ურჩი და განყვნილი ძე ვითარცა უძღები შვილი მორონინე უდაბურთა ადგილთა შინამშიერი და შიშველი. მამის ამ გულსაკლავი წერილის შემდეგ, როგორც მერე და მერე გაირკვა, მაგრამ ივანეს ეს ამბავი გზაში არ დაწევია. მაჩაბელ პორტიშვილის შვილს მიეტოვებინა გლეხის ქალი და მიბრუნებულიყო ისევ და საცოლოდ დაიწყო თავადის ქალის ძებნა. ვერ ყოფილა დიდი მოსიყვარულე ბიჭი და ერთგული თავის სიყვარულში, მაგრამ ასე კი მოხდა, მამას დაუჯერა. სოფელ ძაღენს რომ მოვიდნენ ივანე და ზურაბა, იქ მათ დაუხვდათ ელიაზარ პალავანდიშვილი, რომელსაც ადრე მდივნად ემსახურა და ივანემაც ასე მიმართა, გამარჯობა მდივანო როგორ ახარ, მაგრამ ელიაზარმა ხალისით უთხრა რომ მე მდივანი აღარა ვარ, მე ხა პასლანიკი ვარ. ახან ვიცით რომ უკვე თითქმის რუსების დროა. ივანემ კიდე ჯერ რუსული არ იცის, უთხრა მე მაგ ლექსის არაფერი გამეიღო, რას ნიშნავს პასლანიკი? პასლანიკი ნიშნავს ელჩსო და დესპანსო და ცოდნიაო ივანემ უთხრა, მაგრამ შენ სადაური ელჩი ხარო? რა გამოცდილება გაქვს მაგ ელჩობის? აი როგორც ყველას აქვს ქართველებს მეცის გამოცდილება მაქვს, ამან უთხრა რა ქვია. საით მიდიხარო? ილისოს ქვეყანაში აპირებ წასვლას, რაც ალბათ საბერძნეთს გულისხმობს, რომელიც მაშინ ოსმალების მიერ არის დაპყრობილი. არაო ევროპაში მივიდივარ, რომ სამჯერ იქ ნამყოფ კაცს მივყვებიო რა, ესე უთხრა ამან ხო და საერთოდ მაგ თქვენმა ელჩობამ და დესპანობამ ჩვენო 3 დიდი მეგობარი გაგვიჩინაო. ივანემ თქვა. ყენიო, ხონთხარიო და დაღესტანი. ნუ ყენი იგულისხმება სპარსეთი, ხონთხარი ოსმალეთი და დაღესტანი იგულისხმება. ისეთი კაი მეგობრები რომ სულ აი ესე მწარეთ უთხრა რა ქვია, სულ დახატესო. თბილისი და ახტალა აქ იგულისხმება თბილისის ბოლო დაანგრევა ალბათ. დახატვაში და ნუ ახტალის საბადოებიც ხო მოარბიეს მაგათ. მაგრამ მაინც ამ ელიაზარს ქონდა რაღაცა შიში რამ ელჩობის და სადღაც რაღაც საქმეზე წასვლის ხო და უთხრა რომ დამლოცეო. ივანემაც კაცრად რომ რწმენისა შენისაებრი გეყონო. უთხრა და ის შეშფოთა კაცო, მორწმუნეა რომ რატომ მეუნები ესეო რა ქვია, როგორ ცირერძმის. არა, იმიტომ გეუნები რომ ელჩო განსაკუთრებული რწმენა ჭირდებაო, მაგრამ უთხრა და როგორიო და საერთოდ ეხა გეტყვი რა არის ელჩიო და უთხრა და აუხსნა რა იყო ელჩი. დესპანი პირველად უნდა იყოს მტკიცე თვისსა სარწმუნოებასა ზედა და ფიცსა. მეორე უნდა იყოს ერთგული მამულისა და მეპატრონისა თვისისა. მესამე არ იყოს ანგარი და ქრთამის მოყარე, ხოლო მეოთხე სწავლული და ჭკვიანი და მდიდარი, რომ სხვის ხელს არ შესთხოვდეს. რო დაადიდან ეს ივანე და ზურაბა ქართლში ამ ცნობილ ოჯახებში, ცნობილ საგვარეულოებში. რო შევხედოთ ამ 200 წლის მერე არაფერი არ არის დარჩენილი მათი მამულე, იმათი შთამომავლების სახლებიც კი დანგრეულია და ნასახლარია ყველაფერი და ესა. ივანე ბატონიშვილს მარტო კალმასობა კი არ დაუწერია. უამრავი სხვანაწერიც აქვს და იმათში ერთ-ერთი არის აი ამ ქართლ-კახეთის და იმერეთის საგვარეულოების ისტორიები, ასე რომ ვთქვათ, გვარების წარმომავლობის საქართველოში მოსulis ამბები თუ დამკვიდრების თუ წინ წარმოწევის. ეხლა ეს ცოტა ესეთი
წიგნი არის ერთი მხრივ უცნაური და გულუბრყვილოც რო ვთქვათ, მაგრამ ასეთია ის მეხსიერება საგვარეულოც და ისტორიულიც, რომელიც აი ამ წიგნში არის თქვათ გადამოცემული ეგრე რომ ვთქვათ, ყველა გვარის ისტორია, საიდან მოვიდნენ, ან თუ აქ იყვნენ, საიდან რომელი მხარიდან რომელში გადავიდნენ და ასე შემდეგ. საერთოდ ჩვენთან ისეა რომ ახლა ჩვენი მეფეები და ჩვენი სამეფო დინასტია ითვლება თვითონ რა ქვია ოურიასტანიდან ხო ასეთია მათი რა ქვია გადმოცემა და მეხსიერება რა ქვია. დავის წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან ხო და ამის გათვალისწინებით ყველას რა თქმა უნდა რომ რაღაცა სადღაციდან დიდი გვარიდან ან მოსულობა საერთოდ არ ითვლება ამ დიდიმად რა ქვია როგორც მე ჩვენს ვფიქრობდით ამას და ვინ მოსულია ვინ გუშინ ჩამოვიდა ვინ დღეს ჩამოვიდა ვინ თბილისელია ვინ გაურია რა ქვია ვინ ძახდით რა ქვია ეს ამბავი ხო იყო რა ქვია რომ ვინც ომამდე ჩამოვიდა უფრო თბილისელია ვიდრე ვინც ომის მერე ჩამოვიდა რაღაც ასეთი ამ მეხსიერებაში ეს ასე არ არის რა თქმა უნდა და აქ არის უამრავი რაღაცა ესეთი ლეგენდარული თუ ნამდვილი ისტორია რომელსაც ეს კაცი ფლობს და აქედან გადმოცემული აქ რო შევატყოთ გულუბრყვილოვანი მაგრამ ეს ამბები მაგალითად როგორ არის ხა არღუთაშვილი ხო არის ეს რა ქვია არღუთინსკები მერე და ეს სომხური სამთელი ჩვენი ცნობილი საგვარეულო რა თავადური ხო არღუთაშვილი იყო ვინმე არღუთა რომელიც არღუნყაენს ემსახურებოდა ესე იგი რაღაცა ზღაპარივით არის ხო და მერე იქიდან წამოვიდა რა აუცილებლად არღუთა და არღუნი ერთად იკითხა მაგალითად ფალავანდიშვილები რომ ამოვიდნენ რომ ქართლში რა ქვია სამხრეთიდან გაიგდა იმას იკითხი და სამხრეთიდან მანამდე არა ხო იყო ეხა ამ ელიაზარ ფალავანდიშვილთან რა ზუსტად ესა ძაღენში ხო და ეს ძაღენი ლუარსაბ მეორის წმინდა ლუარსაბის დამტკიცებულია ფალავნები იყო და ამიტომ ფალავანდიშვილები არიან რა ეს სასმენის დამთხევა და წასაკითხი დამთხევა ეს შეხამება არღუთინსკი არღუნი ფალავანი რა ქვია ფალავანდიშვილი ასევე ვთქვათ აი მაჩაბლებზე საცა მივიდა ისი გაცხინავს ჩვენ ვიცით ახლა რაც ხდება სამაჩაბლოში დღეს და როგორც არის ხო ეს გადასწორებული ყველაფერი მაგრამ მაჩაბლები არიან ანჩაფაიძეებიო სხვანაირად ანჩაბაძეებიო წამოსული ჯერ აფხაზეთში მთებიდან ჩამოსულებიო აფხაზ თავადები იყვნენ მე ალექსანდრე პირველის მერე რო აირია საქართველოს და დაიშალა და მის მაშვილებმა აიჰუვიდა ისე რა ქვია ანჩაფაიძეთ ერთი ნაწილი წამოვიდა ქართლში და მაინდა-მაინც დასახლდნენ აჩაბეთში ანჩაფა ასე აქ რა ქვია ნახევრად ასე რომ ვთქვათ ნაკლებ დამაჯერებოთ მაგრამ და გახდნენ მაჩაბლები რა ქვია ასე რომ ვთქვათ ანჩაბაძე აჩაბეთი მაჩაბელი ხო და იყო ისეთი ხალხი რომ თლათ პირველ რიგებში არ იყვნენ ახლა მოწინავე თავადების იმის მაგრამ იქ სადაც იყვნენ, იქ ჰქონდათ სანიმუშო წესრიგიო, არც ყაჩაღს გაატარებდნენ, არც მპარავს, არც არავის აწესრიგებდნენ მოკლედ რა. მაგათი წამოწევა უფრო მოხდა ერეკლეს მამის თეიმურაზის დროს, როცა ზალმაჩაბელმა ძალიან ეომა ოსმალებს, აი არ მოასწვენა, იქ იყო ბევრი ამბავი, უმეტეს ჩვენ ცოტა ვილაპარაკეთ რაღაცები. აი მაგ დროიდან უფრო გამოჩნდნენ ასე პირველი რიგის რა ქვია, აი სახელმწიფო საქმეებში ესენიო ხო და ახლა ციციშვილები ხო საერთოდ ძველია და ეგ იქიდან მოდის ციციშვილებს ისე როგორც რა ქვია ბაგრატიონოვი ჩვენ მოსულ ვართ ურიასტანიდანო ასე ვეუბნებიან ჯერ იყვნენ რა თქმა უნდა სამხრეთ საქართველოში ფანასკერტში და გვარი ქონდათ ფანასკერტელები მაგრამ მეხუთე დიდად წოდებული ჩაუმწარდა სიბერიამ ტყვეობით და მაგრამ მეხუთეს ხალხი ჭირდებოდა და ეს ზაზა ფანასკერტელი იყო დიდი კაი ესე იგი სარდალი და როგორც ჩანს ორგანიზატორი და წამოიყვანა ქართლშიო და აქ დაასახლა რა ქვია მე ზაზა მოკვდა მის თავმავალი იყო ციცი და იმას მისცეს მე გვარი ეს ციციშვილი და იმის მე სახლობდნენ იქ სადაც სახლობდნენ დღეს აღარ სახლობენ იმიტომ რომ იმის მე ბევრი წყობა შეიცვალა საქართველოს